მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ვიცი ახლა ბევრს გაგიკვირდებათ, რატომ არის ვარიანტები უკვე დალაგებული. დალაგებული კი არის იმიტომ, რომ დავიწყე ჩაწერა, ავჩეხე, დავდე ორი არკანი, ორი ვარიანტი და ვიდეო გამეთიშა, მაგრამ რატომღაც ვიგრძენი, რომ არ უნდა შემეცვალა არაფერი, ამიტომაც ასე დავიწყებ. მეგობრებო, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ახლა ჩვენ გვაქვს საჯარო გაშლა თემით მესიჯი თქვენთვის თქვენი მომავალი მესგან, ანუ თქვენი მომავალი ვერსიისგან. ვარიანტი ორი გვაქვს, სულ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ქვებს ასე უფრო ახლოსაც გაჩვენებთ. არჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. ასევე ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდები თქვენს კომენტარებს, თქვენს გულებს, თქვენს რეაქციებს, მოწონებებს ამ პოსტზე. და მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ რა მესიჯი აქვს თქვენთვის თქვენს მომავალ მეს. არკანი კოშკი. არკანი ეშმაკი, არკანი პენტაკლების ხუთიანი, არკანი თასების მეფე და თასების ორიანი. ნუ აქ მესიჯი ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს თქვენს რეალობაში, ერთ კონკრეტულ მამაკაცს. თითქოს აქ თქვენთვის არის ასეთი მესიჯი, რომ ამ მამაკაცთან კომუნიკაცია შენ გოპავსო. ამ მამაკაცთან კომუნიკაციის გამო შენ მუდმივად ხარ მატერიალურ კრიზისებში, შენ მუდმივად გაქვს ან ჯანმრთელობის პრობლემები, ან ფინანსების პრობლემები ამ ადამიანის გამო, რომც ამას ვერ იაზრებდე და სხვათა შორის მეგობრებო, უკაცრავად, ჩვენი ორგანიზმი ნამდვილად არ არის სულელი. ჩვენი ორგანიზმი, აი ზოგადად როგორ მუშაობს ინტუიცია, ხო? ინტუიცია, წინათგრძნობები, შეგრძნებები, იმიტომ მუშაობს, რომ ჩვენი ორგანიზმი კითხულობს იმ სიგნალებს, რომლებსაც ჩვენი ცნობიერი ვერ კითხულობს. ჩვენ რეალურად გვეცნობიერულად ყოველთვის აბსოლუტურად ყველაფერი ასე თუ ისე ვიცით. და აქ პირველი ვარიანტი თქვენთვის არის მესიჯი კონკრეტულ ან მამაკაცზე, ან მასკულანური ენერგიის მქონე ქალბატონზე, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება როგორც მამაკაცი და ეს მამაკაცი არის თქვენს გვერდით. ამ ადამიანთან გაქვთ ან სქესობრივი ურთიერთობები, ან რომანტიული ურთიერთობები, ან რაღაც ძალიან ახლო კომუნიკაცია, ან კიდევ ერთი ვარიანტი, ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ ადამიანზე წლების განმავლობაში და თითქოს როგორც მინიმუმ 1 წელია რაც ამ ადამიანზე გეფიქრება ძალიან ინტენსიურად, ნუ ამ კომუნიკაცია გაქვთ, აქ უკვე ყველასთან ძალიან სხვადასხვანაირად რეზონირდება და ნახეთ რა ინფორმაცია წამოვიდა, იცით, ეს ადამიანი ამოვიდა როგორც თასების მეფე. ადამიანი, რომელიც ემოციებს გამოისვრის თქვენკენ, ხან ზედმეტად თბილი შეიძლება იყოს, ხან ზედმეტად ცივი, ხან ზედმეტად ემოციური, ნუ ან თქვენში აღვიძებს ძალიან მძლავრ ემოციებს და ნახეთ თქვენ ამ ადამიანის მიმართ გაქვთ ძალიან არაჯანსაღი მიჯაჭვულობა და ამ ადამიანის გამო ძალიან ბევრი რაღაც თქვენს რეალობაში იმსხვრევა. ამ ადამიანის გამო თქვენ ხშირად გიჩნდებათ რაღაც გარკვეული ან ჯანმრთელობის პრობლემები, გავიმეორებ, გვეცნობიერულად ორგანიზმი ასე სიგნალებს გაძლევთ, ან რაღაც ფინანსურ მატერიალური პრობლემები. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის ენერგია და მათ შორის, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ადამიანზე გვეფიქრება, რა თქმა უნდა, ამ დროს ჩვენ ამ ადამიანს ვაძლევთ ენერგიას, ხო? რა თქმა უნდა, ყველასთან აქ ინდივიდუალურად რეზონირდება პირველი ვარიანტი და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს თქვენი შეყვარებული, ან თქვენი მეუღლე, რომელთანაც ტოქსიკური ურთიერთობა შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ, ხო, მაგრამ იყოს რაღაც კონკრეტული ერთი ტოქსიკური მომენტი, რომელიც გამოსწორებადი არის. მაგრამ აი უმეტესობასთან აქ აშკარა ჩანს რაღაც გამოუსწორებელი ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელიც უკვე დაიმსხვრა არაერთხელ, დაინგვრა არა 100 ჯერ არაერთხელ და თქვენ მაინც ეჭიდებით. თითქოს თქვენ უფრო ეჭიდებით ამ ურთიერთობას, ვიდრე ეს ადამიანი. და აქ თქვენი მომავალი ვერსია გეუბნებათ, რომ აი ეს ადამიანი ან დაგღუპავს, ან შენ თვითონ უნდა მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებითო. იმიტომ რომ შენ გაქვს ძალიან ძლიერი პოტენციალი, ძალიან დიდი ძალა. ზოგადად ძალიან ყოჩაღი ხარ, ძალიან კომუნიკაბელური ხარ, ძალიან მიმზიდველი ხარ.
მაგრამ ამ ადამიანში მიგაქვს ზედმეტად ბევრი ენერგია. ან დროის, ან ფინანსების, ან ფიქრის სახით, როგორც მინიმუმ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან ისეთი მძიმე ვარიანტი იყო და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება? აქაც უფროსი არკანი განდეგილი გამოვიდა. მეორე ვარიანტი თქვენთან არის პირველ რიგში ასეთი მესიჯი, რომ შენ ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო საინტერესო ადამიანი ხარ, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს და ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თუ შენ თავს ძალიან მარტოდ გრძნობ, რომ არ ყავს ან პარტნიორი, ან სიყვარული გაკლია, ან მეგობრობა გაკლია, ან ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაცია გაკლია, იცოდე რომ შენ ეს გჭირდება. შენ ეს გჭირდება იმისათვის, რომ მეტი დრო დაუთმო საკუთარ თავს, საკუთარ თვითგანვითარებას, იმისათვის, რომ დრო დაუთმო საკუთარი თავის შესწავლას, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან საინტერესო ადამიანი. ბევრად საინტერესო, ვიდრე სხვები გიმტკიცებენ, ვიდრე შენ თავად ხედავ. პლუს ამასთან ერთად მეორე ვარიანტი უკაცრავად ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ხშირი უძილობა, ან რაღაც ძილის პრობლემები, აქ თქვენი მომავალი მეგეუბნებათ იმას, რომ ეს უძილობის პრობლემები გაქვს იმიტომ, რომ შენ გეშინია საკუთარ თავთან მარტო ყოფნის, მაგრამ რეალურად საკუთარ თავთან მარტო ყოფნა გჭირდება ყველაზე მეტად ცხოვრების ამ ეტაპზე, იმისათვის რომ საკუთარ თავს უფრო კარგად გაუგო. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს მეორე ვარიანტის მომავალ ვერსიას მათთვის. არკანი იმპერატორი ქალი, არკანი პენტაკლების საათიანი, არკანი კვერთხების ცხრიანი, არკანი ვარსკვლავი და არკანი პენტაკლების დედოფალი. რას ვიტყვი, მეორე ვარიანტი. პირველ რიგში არ აქვს მნიშვნელობა, მე აქ ქალბატონები მიყურებთ თუ მამაკაცები, ვიცი უფრო მეტად ქალბატონები მიყურებენ ხოლმე, მაგრამ მამაკაცებიც უყურებენ ხოლმე ჩემს საჯარო გაშლებს. და პირველ რიგში მამაკაცებს რაც შეეხება, თქვენ შემთხვევაში აქ თქვენ ტაროს არკანები და თქვენი მომავალი ვერსია გეუბნებათ იმას, რომ შენ ხარ ბევრად უფრო მშვენიერი, ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესო. ერთადერთი ქალბატონებს თქვენი მომავალი ვერსია გეუბნებათ იმასაც, რომ ხართ ბევრად უფრო ფემინურები. ხვდებით ხომ, აი ასეთი ძალიან მინიმალური სხვაობა ჩანს აქ. დანარჩენი რაც არის უნივერსალური მამაკაცებისთვისაც და ქალბატონებისთვისაც, მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, შენს რეალობაში რეალურად ყველაფერი არის ბევრად უფრო კარგად, ვიდრე შენ გგონია. შენ გაქვს შენი ოჯახი, შენ გაქვს შენი რაღაც კომუნიკაციები, შენ ბრჭყვიალებ როგორც ვარსკვლავი, ყავს შენი აუდიტორია შესაძლოა ხო, თუ რომელიმე თქვენგანი სოციალურ ქსელებში მუშაობთ. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი და არ ყავთ ოჯახი, ესე იგი სხვა ოჯახის წევრებზე არის აქ საუბარი, რომ ისინი უნდა დააფასოთ მეტად. და პლუს ამასთან ერთად შენი ფინანსური მდგომარეობაც კი შეიძლება დროთა დრო იყოს კრიზისული, მაგრამ საბოლოო ჯამში შენს რეალობაში არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შენ შეიძლება გინდოდეს. არის და იქნება კიდევაც აუცილებლად გაძლიერდება. უბრალოდ ახლა თუ რაიმე სახის პრობლემები გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაანებდე და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას კარგავ. პირიქით ახლა თუ კრიზისი გაქვს ან ურთიერთობებში, ან მატერიალურ ასპექტებში, ეს ყოველივე აუცილებლად მოგვარდება. აუცილებლად. და ნახეთ, თქვენი მომავალი ვერსია თქვენ გეუბნებათ არა მხოლოდ იმას, რომ თქვენ ბევრად უფრო ღრმა და საინტერესო ხართ, ვიდრე გგონიათ, არამედ იმასაც, რომ თქვენ ბევრად უფრო კარგად იცხოვრებთ, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და უღრმესი მადლობა.